მივედით იქამდე, რომ ეს სპარსული, აზიური ცუნამი შემოვიდა შუა საბერძნეთში. საშინელი პანიკა არის, მოდიან სპარსელები. ამოდიან, ამოუყვნენ უკვე პარნასის ფერდს, სადაც ეს აპოლონის ტაძარი დგას. სხვათაშორის ამ ომის დროს რამოდენიმე მართლა სასაული მოხდა. თვითონ ბერძნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოლიმპოელი ღმერთები მათ იცავდნენ. ღმერთები არიან ბერძნების მხარეზე ასეთულიან და მართლაც როცა დაიწყეს ამ სპარსელებმა ასვლა უკვე ტაძარს უნდა მივახლოვდნენ, საშინელი თქეში და ჭექაქუხილი დაიწყო და მეწყერი მოწყდა. დაიღუპა ბევრი. თესპია და პლატეა მოთხარა ძირფესვიანად ქსერქსს და შეიჭრნენ ატიკაში უკვე ათენის პროვინციაში შეიჭრნენ. წარმოუდგენელი პანიკა ბერძნულ მოსახლეობაში. კუნძულებზე გადაყავთ ცოლ-შვილი. სპარსელები მოდიან. ქსერქსი შევიდა ათენში და დააწვა და დაანგრია ყველაფერს. ეს ბავშვები, ქალები, თვითონ ეს ათენელები, როგორი ტრაგედია იქნებოდა მათთვის, მათი მშობლიური ქალაქი იწვის. თენდება ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის 28 სექტემბერი. სახელოვანი სალამინის ბრძოლა, რომელიც დარჩა ისტორიაში 25 საუკუნეა გასული გიორგი და ზამამდე კაცობრიობა იქნება სალამინი იქნება. სპარსულმა ფლოტმა დაიწყო შემოსვლა სრუტეში ბერძნებმა. დაიწყეს სამხედრო პეანი. პეანი არის სიმღერა. წინ ჰელადის შვილნო, იხსენით სამშობლო. ცოლნი და შვილნი, მამა პაპათა ტაძარნი და საფლავები. ბრძოლა არ იყო ველივესთვის. აი ამ სიმღერით დაიძნენ ბერძნები, გუგუნებს მთელი ფლოტი. სპარსელებს დაეღუპა 200 გემი და ბერძნებს 40 გემი. სასაული მოახდინეს, გადარჩა საბერძნეთი. მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს, რომელზეც ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში. ამ ციკლს უძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე, რომელიც ძალიან საინტერესო მოგვითხრობს ძველი სახელმწიფოების, ძველი საზოგადოებების, ძველი კულტურების, ძველი ცივილიზაციების ჩამოყალიბებას, მათ თანაცხოვრებას და უფრო ხშირ შემთხვევაში კი კონფლიქტებს. სწორედ ძველ საბერძნეთსა და ძველ სპარსეთს შორის კონფლიქტის ფაზებზე ვსაუბრობდით ჩვენი წინა შეხვედრებისა და ლექციების დროს და ამ მხრივ ძალიან დრამატულად მოსასმენი და აღსაქმელი იყო წინა ლექცია, რომელშიც გუბასმა მოგვითხოვა თერმოპილეს ბრძოლის შესახებ, ამ დიდი ტრაგედიის შესახებ საბერძნეთისთვის. დაიღუპა მეფე ლეონიდე და სპარსელები ფაქტობრივად შეიჭრნენ შუა საბერძნეთში. საბერძნეთი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, აქედან განვაგრძოთ. მადლობთ, ბატონ გიორგი, დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო. ინტერესისათვის, თანადგომისათვის ისევ ვიმეორებ. აქვე თანადგომის ნაწილში ვთხოვთ, რომ ვისაც არ აქვს გამოწერილი ჩვენი YouTube არხი, გამოიწეროს, მოიწონოს, გააზიაროს, ამით ძალიან დაგვეხმარებით ჩვენს მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებასა და გაზიარებაში. რა თქმა უნდა, უერთდები გიორგის სურვილსაც და მოწოდებასაც, ძვირფასო მეგობრებო, უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს ძალიან ხშირად, ეს კორპორაციული შეგრძნება უნდა გქონდეს. თუ მოწონება არის ჩვენი პროექტის, მაშინ თანადგომაც საჭირო არის თქვენი მხრიდან და ასევე მეც გავბედავ და მოგიწოდებთ, რომ დროებას დაუჭიროთ მხარი და გამოიწეროთ დროება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს აპირებს დროება, რამდენთაც მე ვიცი. ასეა ზუსტად. წინასა გავთქვი ახლა ასეა გეგმები, ხო. გავიარეთ ჩვენ თერმოპილეს ტრაგედია, მეფე ლეონიდეს დაღუპვა, საბერძნეთი არის წარმოუდგენელ განსაცდელში და მივედით იქამდე, რომ ეს სპარსული, აზიური მეწყერი, რა ვიცი, ცუნამი შემოვიდა შუა საბერძნეთში. სპარსელები შემოიჭრნენ შუა საბერძნეთში და ყოფნა არ ყოფნის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა ბერძნების, როგორც ეთნოსის, როგორც კულტურული ერთეულის, როგორც ცივილიზაციური სივრცის
ან დაემონებიან აზიას და აქემენიდების იმპერიას და არავინ არ იცის მე როგორ წავიდოდა ზოგადად ბერძნების ბედიღბალი და მე რომ გითხოთ საერთოდ ევროპის მომავალი როგორ ჩამოყალიბდებოდა არავინ არ იცის. მე ვფიქრობ რომ მაინც უპერსპექტივო იქნებოდა ეს ყველაფერი და ამ სახით სამყარო არ იქნებოდა. როცა სპარსელები შემოიჭრნენ და ისა ქსერქსეს ჯარი შემოიჭრა, მან თავის ჯარი ორ ნაკადად გაყო. ერთი მცირე ნაწილი გამოაგზავნა დელფოს ტაძარში, აპოლონის ტაძარში. როგორც ძველი ავტორები გვეუბნებიან, გაძარცვა უნდა, იმიტომ დელფო იყო სავსე შეწირულების საუკუნეების განმავლობაში და არა მარტო ბერძნების მხრიდან, არამედ ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი დელფოს გარდა იმისა, რომ ეკითხებოდა მომავალს, დელფოს ორაკულებს, ანუ პითიებს, წინასწარმეტყველ ქალღმერთებს, გარდა ამისა, დიდ შესაწირებს სწირავდნენ, იმიტომ რომ ეს ტონიც იყო რელიგიურიც და მოდაც იყო რელიგიურიც, იმიტომ რომ ვინც ერთმანეთის კეთილგანწყობის მოპოვების ეჯიბრებოდნენ მეფეები, თქვათ ქალაქები, პოლისები, სახელმწიფოები, ვინ უფრო სანიმუშო, თქვათ საჩუქარს მისცემ, მაგალითად ცნობილია, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდი შესაწირი კრეზმა გაუკეთა ლიდიის მეფემ, რომელსაც აინტერესებდა თავის სამეფოს ბედი, მაგრამ ის სამეფო დაიღუპა, ლიდიის სამეფო დაიღუპა მაშინ, მაგრამ უმდიდრესია დელფო. დელფო არის ხელშეუხებელი, შეუვალი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია და მიწები და ტაძართა კომპლექსი ეს არის აბსოლუტურად შეუვალი ავტორიტეტის, ავტონომიურობის და წმინდა მიწად ითვლება დელფოს ტაძარი, აპოლონის ტაძარი. მაგრამ ქსერქსემ გადაწყვიტა, რომ რახან მან გაიმარჯვა და მართლა გაიმარჯვა თერმოპილეში, გამოარღვია სპარტელების კედელი, ლეონიდე დაიღუპა. სამარცხვინოთ მოიქცა ქსერქსე ლეონიდეს გვამთან დაკავშირებით, მე მაშინაც თქვი ახლაც გავიმეორებ, დარიოს პირველი ასე არ მოიქცეოდა მამის. მამი არც კიროსი სხვათა შორის ასე არ იქცეოდნენ წინა აქემენიდები, ხო? წამოვიდა ეს ჯარი, საშინელი პანიკა არის. ბერძნული სოფლები, ერთზოდ ფოკიდური სოფლები დაიფანტნენ, ნაწილი ეტოლიაში გაიქცა, ნაწილი აკარნანიაში გაიქცა, არის სრული შიშიანობა და სრული პანიკა. მაგრამ დელფოში გამაგრდა 60 კაცი. მიუხედავად ასეთ შიშიანობის, მათ მაინც მოახერხეს და ეს საჭურჭლები და შესაწირები ყველაფერი გადამალეს პარნასის კლდეების გამოქვაბულებში, მაგრამ მაინც ახლა მოდიან სპარსელები. ამოდიან, ამოუყვნენ უკვე პარნასის ფერდს, სადაც ეს აპოლონის ტაძარი დგას, მაგრამ მოხდა სასწაული. სხვათა შორის ამ ომის დროს რამოდენიმე მართლა სასწაული მოხდა. აი თვითონ ბერძნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოლიმპოელი ღმერთები მათ იცავდნენ. ასე დაემართა სპარსულ ფლოტს, როცა დაიღუპა ათონის კონცხთან მარდონიოსის ლაშქრობის დროს. ასე დაემართა არტემისიასთან, როგორც თრაკიის უფროსორად თესალიის მაგნეზიასთან გემები ჩაეძირათ, ხო? ღმერთები არიან ბერძნების მხარეზე ასე თვლიან და მართლაც როცა დაიწყეს ამ სპარსელებმა ასვლა უკვე და ტაძარს უნდა მივახლოვდნენ, საშინელი თქეში და ჭექაქუხილი დაიწყო. კოკისპირული წვიმა დაიწყო გიორგი სეტყვით და მეწყერი მოწყდა. სპარსელების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა დიდი ჯარი არ იყო ხა დელფოს. რაზმი რაც იყო დიდი? დაიღუპა ბევრი. და სპარსელებმა ჩათვალეს, რომ ეს ახლა მათ იცოდნენ, რომ წმინდა ადგილზე მიდიოდნენ, ახლა სხვა რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ჩათვალეს, რომ ნიშანია. ბერძნების ღმერთები გაგვიწყდნენ და გაბრუნდნენ, დელფო გადარჩა. მეწყერმა და ამ წვიმამ და ჭექაქუხილმა გადაარჩინა დელფოს ტაძარი გაძარცვას, მაგრამ ახლა რა შეეხება მთავარ ნაკადს, ქსერქსეს მთავარი არმია. შევიდა შუა საბერძნეთში და დაიწყო დაწიოკება. ლოკრიდა, ფოკიდა, დორიდა გაანადგურეს მიწასთან გაასწორეს.
ესენი თერმოპილეში დორიდელების გარდა ლოკრებიც და ფოკიდელებიც ბრძოლობდნენ იქ თერმოპილეში, ამიტომ უნდა დაისაჯონ და გადაწვა მოთხარა ძირფესვიანად ეს ბერძნული პროვინცია. მერე შეიჭრა ბეოტიაში. ბეოტიაში ცოტა უცნაური ამბავი არის. ბეოტიის მთავარი ქალაქი თებე. სპარსელების მხარეზე. მაგრამ ბეოტიის კავშირის ორი ქალაქი თესპია და პლატეა სპარსელების წინააღმდეგ მომებდა. თესპიელები საერთოდ 700 თესპიელი დაიღუპნენ სპარტელებთან ერთად, ვინც დარჩა სპარტელებთან. გახსოვთ, როცა ალყაში მოექცა ლეონიდას ჯარი, ლეონიდამ თავის მოკავშირე ბერძნებს უთხრა, ვისაც გინდათ წადით, ჩვენ ვრჩებით სპარტელები. ვისაც გინდათ გადით დროზე და ვისაც გინდათ დარჩით. და მაშინ 700 თესპიელი დარჩა. ანუ სპარტელები ბოლომდე ის სპარტელებთან ერთად დაიღუპნენ თესპიელები. და თესპია და პლატეა მოთხარა ძირფესვიანად. ქსერქსემ სპარსელებმა მოთხარეს და შეიჭრნენ ატიკაში უკვე ათენის პროვინციაში შეიჭრნენ. წარმოუდგენელი პანიკა ბერძნულ მოსახლეობაში. თავარი ამოცანა და სხვათა შორის ეს ლეონიდეს ერთ-ერთი თავარი დამსახურება დრო მოიგო, რომ ევაკუაციის საშუალება მიეცათ ბერძნებს თავისი ცოლშვილის გახიზმისთვის, მაგრამ მაინც მოდის ეს გველეშაპის პარსული, ნაკადი, მეწყერი მოდის და ევაკუაციას ხელმძღვანელობს თემისტოკლე. ჯერ კიდევ არტემისიონის ბრძოლის გმირი, როცა ფრედ დამთავრდა საზღვაო ბრძოლა თერმოპილეს პარალელურად, როცა მიდიოდა ევბეის სანაპიროებზე, ხო, არტემისიონის კონცხთან, ამან დაიწყო ძალიან ორგანიზებულად ხალხის გახიზვნა. ხო, საინტერესო რა არის, რომ ძალიან ბევრ ათენელს არ უნდა ქალაქის დატოვება. და მოხდა ერთი სასაული ამბავი პართენონში, სადაც ქალომერთი ათენას ძეგლი დგას, ქალაქის ფარველი ქალომერთის. ამ არეულობის დროს დაიკარგა ათენას გველი და ეგიდა ათენას ფარი. ქალაქში პანიკა გავრცელდა, რომ ცუდის ნიშანია ეს. არავინ არ იცის რა მოხდა, როგორ მოხდა, დაიკარგა ქალღმერთის ატრიბუტები. ეგიდა რა არის? ეგიდა არის ფარი ქალღმერთი ათენასი, რომელიც არის ტყავგადაკრული, ახლა უცებ რომ მიუბრუნდეთ ბერძნულ მითოს. როცა ზევსი გადამალეს მამამისი კრონოსი ხო ყლაპავდა ამ თავის შვილებს და ზევსის გადასარჩენად ზევსი რო გადაერჩინა გადამალეს და ის იზრდებოდა ღვთაებრივი თხა ამალთეას რძით. ამალთეას ხო. მე მგონი ფილმაც იყო ჩვენთან რაღაც ის პროდუქტის ხო. და მე ამ ამალთეას ტყავისგან მოსასხამი გაიკეთა ზევსმა და მე ტიტანებთან ბრძოლაში ფარად გამოსჭედა ჰეფესტონ. როცა ღმერთები და ტიტანები ახლა მითოს ყვები. მე ეს ფარი თავის ქალიშვილ ათენას მიცა და ეგიდის ქვეშ, როცა ხო, ჩვენ ქართული სამოთხოვნ ლექსიკონში გვაქვს ეგიდის ქვეშ იგულისხმება ფარს ან დამცრავის. მოგვიარეთ გორგონა მედუზას თავი დააკრას ათენამ, როცა საჩუქრად მიიღო, ხო და ამას თავი დაიკარგა და პანიკა ატყდა ქალაქში და თემისტოკლემ ასე ახსნა, რომ ქალღმერთმა დატოვა ქალაქი და ჩვენც უნდა დავტოვოთ ქალაქი. უნდა გავიდეთ ქალაქიდან. დაიწყო ევაკუაცია. ევაკუაცია ხდება სამი მიმართულებით. ეს არის კუნძული სალამინი, ათენის გადაღმა და კუნძული ეგინა, სალამინის გადაღმა. კუნძულებზე გადაყავთ ცოლშვილი. სპარსელები მოდიან. ახლა ვიზუალურადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ზარები რეკა, ახლა ზარების რეკვა საიდან მოდის ახლა ხო? ჩვენთან ქრისტიანობის უცხო არ არის. ზარებს რეკავდნენ ათენის პორტში. როცა გემები შემოვიდოდნენ და ახალი თევზი რომ მოქონდათ, ამით ხალხს აუწყებდნენ, რომ ახლა მაშინ მაცრივარი არ იყო, ყველაფერი არ იყო და ამიტომ ახალი თევზის
საყიდლად ეპატიჟებოდნენ ბაზარში ხალხს რა. ხო, აი ზარები რა, ნუ ინგრევა ყველაფერი, რაღაც ხალხი გარბის, გამორბის, ზოგი რაღაც ნივთებს აგროვებს რა. მაგრამ საკმაოდ ორგანიზებულად იქცევა თემისტოკლე. და გადადიან სამი მიმართულებით, ეს არის სალამენი კუნძული, ეს არის კუნძული ეგინა და ეს არის ტრეზენი, პელოპონესური ქალაქი, გადაღმა, ყურის გადაღმა, ტრეზენელებმა უთხრეს, რომ ჩამოდით ჩვენთან. პელოპონესელები ეხმარებიან. სპარტელებიც, კორინთელებიც, ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ტრეზენში გადაიყვანეს ცოლშვილი. და ფაქტურად მოასწრეს რა გამოსვლა, თუმცა რამოდენიმე ათეული მოხუცი ათენელი დარჩა ათენში, არ დატოვეს ათენი და გამაგდნენ აკროპოლისში, ათენას ტაძარში გამაგდნენ. ქსერქსე შევიდა ათენში და დააწვა და დაანგრია ყველაფერი. იერიში დაიღეს ეს აკროპოლისი, ეს საწყალი მოხუცები დახოცეს. და ცეცხლს მისცა ქალაქი. აი როგორი ტრაგედია იქნებოდა ხა კუნძულებიდან, სალამინიდან და ეგინიდან ჩანდა მათი მშობლიური ქალაქი როგორი იწვეს. ეს ბავშვები, ქალები, თვითონ ეს ათენელები, როგორი ტრაგედია იქნებოდა მათთვის, მათი მშობლიური ქალაქი იწვეს მათ თვალწინ, ხამე ჩანდა ეს ხანძარი. ამიტომ ეს იყო დიდი უბედურება. ახლა რა ხდება სპარსელების ბანაკში და ქსერქსეს მრჩეველთა საბჭოში. ჩვენ გვახსოვს, რომ არის ასეთი სპარტელი ყოფილი მეფე დემარატი, რომელსაც დააბრალეს ბოდიში და ნაბიჯრობა და გაიქცა მე სპარტიდან, მოყვა კლასიკური მოვალატია. დემარატმა ქსერქსეს ურჩია, რომ ზღვაზე უნდა გავიმარჯვოთ ახლა, ზღვაზე ბოლომდე ვერ მოვერიოთ ბერძნებს, ამიტომ რჩევა მიცა, რომ 200 გემი გამოყავია და პელოპონესში სპარტის სანაპიროებთან გააგზავნა. და როცა ამასო გაიგეთ და დაიწყო სანაპიროს დარბევა. პელოპონესის სანაპიროების დარბევა დაიწყო და როცა ამას გაიგებენო პელოპონესელები, რომელიც ფლოტში არიან. ფლოტი შედგება საერთო ბერძნული ათენელებიც არიან, სპარტელებიც არიან, კორინთელები, ეგინელები, რა ვიცი, ანჩელი პელოპონესელები, როცა პელოპონესელები გაიგებენ, რომ მათ სანაპიროებს ანგრევდა, ძარცვავდა, შიში აქვთ, რომ იქ შეიძლება ჯარი გადასხდეს და მათი მიტოვებული ცოლშვილი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, ისინი დატოვებენ, ათენელებს მიატოვებენ და გასცურავენ პელოპონესს და დაიშლება ბერძნული ფლოტი. ხა კაცმა რო თქოს, ეს იყო ერთადერთი ყველაზე ჭკვიანური რჩევა. მოვალატემ ყველაზე ჭკვიანური რჩევა მიცა ქსერქსეს. მაგრამ ხოლმე ამას დაეთანხმა ასეთი ქალი არის, ჰალიკარნასის დედოფალი არტემისია, სპარსელების ჯარში ქსერქსეს მოკავშირე. ჰალიკარნასია დღევანდელი ბოდრუმი. სახელგანთქმული კურორტი ბოდრუმი. მას ადრე ერქვა. ეს არის ბერძნული ქალაქია, ბერძნების დაარსებულია, მაგრამ თვითონ არის კარიის პროვინციაში და კარიის დედაქალაქიც არის. ანუ ეს არტემისი არის როგორც ბერძნული სისხლით, ისე კარიული სისხლით. გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცით და ჭკუით. არტემისიამ ქსერქსეს ურჩია, რომ დაუჯერეო დემარატს. გაუშვათ ფლოტიდან 200 გემი გამოვყოთ და დავიწყოთ პელოპონესის სანაპიროების დარბევა, რაც გამოიწვევს შიდა აშლილობას და დაიშლება ბერძნული ფლოტი. ათენელები მარტო დარჩებიან ზღვაზე და მათ ფლოტს უფრო ადვილად მოვერევით. მაგრამ წინააღმდეგ წავიდნენ ადმირალები. ესენი არიან ძმები მეფის. სპარსელები. ხო, ქსერქსეს ძმები არიან აქემენი და არიაბიგნე. მათ უთხრეს, რომ არა, ჩვენ ცუდი გამოცდილება გვაქვს, ასე გამოვყავით არტემისიონთან 200 გემი და მე ხარიშხალმა ჩაგვიძირა. როცა წრეს ურტყამდნენ მაშინ არტემისიონის ბრძოლას, წინა იმაში გავიარეთ ხო ჩვენ. ამიტომ აქემენი განსაკუთრებით სარდალი ფლოტის წინააღმდეგ გამოვიდა, თავის ძმას უთხრა, არავითარ შემთხვევაში მე ჩემ ფლოტს ვეღარ გავყოფ და აგერ აი დავარტყა თალყა, აგერ არიან მახეში, სალამინთან დგას ბერძნული ფლოტი და აქვე უნდა მოუღოთ ბოლო ბერძნებს ზღვაზე.
კიდევ კარგი დემარატის და არტემისიას არ დაუჯერეს. არ დაუჯერეს, ხო. ხშირად ხდება ისტორიაში, ჭკვიანურს არ იჯერებენ ხოლმე რა. ხო. ახლა რა ხდება ამ დროს დაანჩე სახმელეთო ძალები, ახლა ფლოტი ბერძნების სალამინის ყურეშია გამაგრებული. სპარსული ფლოტი ჯერ არ არის მოსული. ოდის წრეს არტყავს, ევბეა უნდა გამოიაროს, ატიკას წრე უნდა დაარტყას და უნდა შემოვიდეს უკვე სალამინის სრუტეში, ელევსინის სრუტეში. ამ დროს ბერძნების სახმელეთო ჯარები თავს იყრის ისთმოსთან. ისთმოსის ყელი ქვია ამას, მეორენაირად ეძახიან კორინთოს ყელს. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ საბერძნეთის კონტინენტური საბერძნეთის გეოგრაფიაზე, ვლაპარაკობთ რა არის ჩრდილოეთი თესალია, მე ვიწრო გასასვლელი არის თერმოპილე, უკვე გავიარეთ ესა, მე შუა საბერძნეთი და მე შუა საბერძნეთიდან გადადიხარ პელოპონესის კუნძულზე, ნახევარკუნძულზე, ახლა ნახევარკუნძული ქვია, მაგრამ სინამდვილეში კუნძულია, იმიტომ სადაც ერთმანეთს ვერთდებიან 6 კილომეტრია სიფართეში მარტო. ანუ კორინთოს ყელი არის ძალიან ვიწრო. და გამალებით აშენებენ განსაკუთრებით პელოპონესელები, სამხრეთ ბერძნები, ანუ სპარტელები და დაანჩელი პელოპონესელები კედელს აშენებენ. რომ მოიგერიონ სპარსული არმია ახლა. ამ კედლის მშენებლობა შუა ბერძნებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი თემა არის, იმიტომ რომ ანუ ჩვენ გვატოვებთ, ხო? განსაკუთრებით ათენელები, მეგარელები და ეგინელები. ფრონტის ხაზი. ხო, ანუ ჩვენ შეგვატოვებთ. ამიტომ ისთმოსზე გაიმართა სამხედრო საბჭო. ხო, იქ აშენებენ ამას და ბერძნებთან გაიმართა ფლოტთან. ხო, საინტერესო რახან ლეონიდე დაიღუპა ბრძოლაში, სახმელეთო ჯარებს არ დალიჭირდება, ხო? მაშინ შევთანხმდით, როცა კორინთოში შეიკრიბენ ომის დაწყებამდე, აირჩიეს სარდლად. სახმელეთო ჯარების ლეონიდე, სპარტელების მეფე და საზღვაო ჯარების ძალების ადმირალი არის ევრიბიადე, იმიტომ რომ არ უნდათ ათენელებს თემისტოკლე ჩადგომოდა სათავეში, თემისტოკლე დაეთანხმა, მაგრამ ახლა სარდალი ყდა არ იყავთ, ლეონიდე მოკვდა. ხო და აირჩიეს ახალი სარდალი, ეს არის ლეონიდეს ძმისშვილი პავსანიოსი. და ხა ეს პავსანიოსი, ლეონიდე გახსოვთ თქვენ, რომ ლეონიდეს ყავდა ტყუპისცალი ძმა, კლეომბროტე, რომელიც მალე და ლეონიდეს დარჩა ეს შვილი, რომლის რეგენტათაც პატარა იყო ის, რომლის რეგენტათაც ბიძა მისი კლეომბროტე გახდა, მაგრამ მალე მოკვდა ის. და მე მისმა შვილმა პავსანიოსმა ისა რა ქვია აიღო რეგენტობა, მაგრამ ახლა პავსანიოსია უკვე სარდალი ბერძნების სახმელეთო ჯარების რა, ცოტა უცნაური კაცი იყო, მე ამაზე ვილაპარაკებთ. ამიტომ საბჭო გაიმართა, არის შიში, დაბნეულობა და ლამის მტრობამდე მისულები არიან. შუა ბერძნები იძახიან, რომ სალამინთან უნდა გავმართოთ ბრძოლა, ანუ ათენელები, მეგარელები და ეგინელები, ხოლო პელოპონესელები, სამხრეთ ბერძნები იძახიან, რომ არა. გავიდეთ აქედან, სანამ სპარსელების ფლოტი მოსულა, იმიტომ რომ მე ალყაში მოგვაქცევენ აქა და გავიდეთ ისთმოსისკენ გავიდეთ და კორინთოს ყელთან დავხვდეთ იქ, ანუ ხმელეთზეც, სადაც ამ 6 კილომეტრიან კედელს აშენებენ და ზღვაზეც. ახლა როცა ეს საბჭო დაიწყო, ნუ თემისტოკლე ახლა რა გააჩერებს თემისტოკლეს, მის ქალაქი მის თვალწინ იწვის, ტრაგედია არის. ახლა ქალაქი სამშობლო დაეკარგათ, მათი პოლისი დაიღუპა. მოსახლეობა კი სალამინზე არიან, კუნძულებზე, იმაზე ეგინაზე არიან და ტრეზენელებმა წაიყვანეს ნაწილი, ხო, მაგრამ არ აქვს ეს თავისი სამშობლო, ხო? და თემისტოკლემ დაიწყო, სანამ საბჭო დაიწყებოდა ესა რა ქვია, კამათ თემისტოკლემ, მაშინვე დაიწყო საუბარი და ადამანტოსი არის კორინთელების ადმირალი. და გააჩერა თემისტოკლე, რომ ვინცო შეჯიბრსო ადრე იწყებსო. მასო ჯიან ფიზიკურად, გაჯოხვა იყო, აი ოლიმპიადაზე და იმაზე როცა იყო. ფალსტარტისთვის. ხო, ფალსტარტი ქვია, ხო, მაგას, ხო. გაჯოხვა იყო, ჯოხით ცემდნენ. და უთხრა, რომ ვინცო შეჯიბრსო ადრე იწყებსო, მასო ჯიანო ფიზიკურად. ანუ უთხრა, რომ თავი შეიკავე. თემისტოკლე უპასუხა, რომ ისიც ხო ვიცითო, რომ ვინცო იგვიანებსო,
შეჯიბრშია, ის გამარჯვების გვირგვინს ვერ ღებულობს. ნუ ასე გააჩერა. ძალიან დიდი ის წავიდა, რა ქვია, კამათი რა. ვერ არწმუნებს რა. პელოპონესელებს ვერ არწმუნებს. ახლა ეს ევრიბიადა ზის ახლა სარდალი, ფლოტის, სპარტელი, მაგრამ არ იღებს ხმას. მაგრამ იმდენად გამწვავდა ურთიერთობა და იმდენად თემისტოკლე შეურიგებელია და იმდენად უკრძალავს ამათ რომ დატოვონ ეს რა ქვია სალამინი და წავიდნენ ისთმოსისკენ რომ აი ეს ევრიბიადა რომელსაც 7 კაცი იყო გამოიყვანა ამ თემისტოკლემ წყობრიდან და წამოხდა და ჯოხი უნდა დაარტყას თემისტოკლეს. აი ესა ცნობილი სიტყვები მაშინ თემისტოკლემ უთხრა იმას ევრიბიადეს რომ დამარტყი ოღონდ მომისმინ. ეს დარჩა მერე აი დარწმუნების, ანუ მოსმენის აუცილებლობის, ანუ არგუმენტაცია კი ბატონო, დამარტყი, ჯერ მოიოხე გული, ოღონდ მერე მომისმინ. ასეც ვამ. და როცა თავის გამოსვლა, ერთ-ერთი გამოსვლა და ამბობს ეს რომ აი აქ სალამინში ჩვენ უნდა ვიომოთ, სალამის კარგად ვიცნობთ, შრუტეს კარგად ვიცნობთ, ვიწროა მეჩეჩებია ბევრი, რომელიც ათენელებმა და ეგინელებმა კარგად ვიცით, მეგარელებმაც, ყველამ ბერძნებმა კარგად ვიცით ეს სრუტე და ვერ გაშლიან ისინი თავის ფლოტს. 360 გემი დგას ბერძნული. 800 მოდის სპარსული გემი. ორჯერ და კიდევ უფრო მეტი. სხვადასხვა მონაცემები არის მეორე ცნობა რომ 373-ია ბერძნული გემი. ხო, მაგრამ ნუ კლასიკური სამეცნიერო შეთანხმება არის ახლა ჩვენ თავში დავიწყეთ როცა ჩვენი კურსი ვერსიები ბევრია მაგრამ თავარი ვერსია ეს არის 360 ბერძნული გემია აქედან 200 ათენური 40-ია კორინთელების ასე შემდეგ ბირთვს წარმოადგენს ბირთვი ნახევარზე მეტი ათენელები არის აი ეს თემისტოკლეს დამსახურება როცა ოსტრაკიზმით არისტიდეგა განაძევა ქალაქიდან ვერ ფლოტი შექმნა ხო ლავრიონის ზღვის პარტიის მემკვიდრეობა ხო ნუ გრანდიოზული კაცი იყო ეს თემისტოკლე აქ უნდა დავხვდეთ იმიტომ ვერ გაშლიან ისინი ალყას ვერ დაგვარტყავენ და ჩვენ ვაჯობებთ ნუ მაგრამ ნუ არაფრით არ ხდება რომ ვერ ითანხმებს ამ ესა რა ქვია და ერთ-ერთი საუბრის, ერთ-ერთი გამოსვლის დროს თქვა, რომ აი აქ სალამინთან ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო. გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. წინადების ბოლო სიტყვები ეს არის. ისევ ის ადამანტოს კორინთელმა ადმირალმა უთხრა, კი, მაგრამ სადღა არის შენი სამშობლო? დამწვარია. აგერ იწვის თემისტოკლემ უპასუხა, რომ ჩემი სამშობლო დიდი არის, კორინთოზე ძლიერი არის და იაგერ არისო და დაანახა ის 200 ათენური გემი, რომელიც იდგა სრუტეში. აი ეს არის ჩემი სამშობლო. ნუ ვერაფრით მაინც ვერ გადაწყვიტა, ვერ დაითანხმეს ათენელებმა, მეგარელებმა და ეგინელებმა და ესე პელოპონესელები წასვლას აპირებენ. ანუ ფლოტი იშლება. და მაშინ დაემუქრა უკვე თემისტოკლე ევრიბიადესაც და პელოპონესელებსაც რომ თქვენ ახავ თუ წახვალთო ჩვენო ჩვენ ცოლშვილსო დავსხამთო ჩვენ 200 გემზე გავცურავთო იტალიაში იქ დავაარსებთ ახალ ქალაქს და თქვენო სპარსელებიო ისთმოშიო მოგსპობენ და გაგანადგურებენ და გახდებით სპარსელების მონები და დაფრთხნენ ისინი. ახლა იმათ ათენელები თუ წავიდნენ ახლა იტალიაში ბევრი ბერძნული ქალაქები ახლა ვიცი ჩვენ ხო ამის შესახებ იმდენი ბერძნული ქალაქი იყო რომ დიდი საბერძნეთი ერქვა იმას. ასე ეძახო სიცილია, სამხრეთ იტალია ახლა ცნობილი ქალაქები რა ვიცი ახლა სირაკუზი, ნეაპოლი, ტარენტი, ბარი, რა ესე სულ ბერძნული რომის სამხრეთით რა ქალაქებიც არის ზღვაზე, ყველა არის ბერძნების დაარსებული. ნეაპოლისი ახალი ქალაქი. საერთოდ ბერძნული სახელი ქვია. დაფრთხნენ პელოპონესელები, ესენ თუ წავიდნენ, დამთავრებულია ჩვენი ამბავი. მაგრამ მოვიდა ეს სპარსული ფლოტი ამასობაში.
დარჩნა. ანუ თემისტოკლემ დრო მოიგო ამ მუქარეთ, რომ დაგტოვებთ და წავალთ ჩვენ იტალიაში და თქვენ კი ისე გიტეხიათ აქ. გაწელა დისკუსია, მაგრამ მოვიდა გიორგი მოვიდა ეს სპარსული რო შეხედეს გული შეუწუხდათ რა. ხო წარმოიდგინეთ 800 გემი რომ მოდის ეს მეყოფეები და ეს ფინიკიური, ეგვიპტური, იონიური, კარიული, რა ვიცი, მთელი აზია მოდის რა. ისევე პანიკა დაიწყო. და სხვა გამოსავალი აღარ ქონდა და აქ ჩაიდინა თემისტოკლემ ეგრეთ წოდებული წმინდა ღალატი. არის ასეთი ცნება. ბევრი ვერსია არის წმინდა ღალატი. მაგალითად რელიგიის წმინდა ღალატად ითვლება, როცა პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო ქრისტე. გახსოვთ ხო? ამლის ყვილამდე სამჯერ უარყოფა ხო უთხრა მაშინ მაცხოვარ. მაგრამ მე პავლე მოციქული გახდა. ეს უკაცრავად პეტრე მოციქული გახდა. ქვა კლდე ქრისტიანობის. არის ასეთი წმინდა ღალატებს ეძახიან, როცა იძულებული ხარ რაღაცას რო პროვოცირება გაუკეთო პოზიტიურს მიდიხარ ღალატზე, ხო და ასე წმინდა ღალატი ჩაიდინა თემისტოკლემ. მას ყავდა მონა. არის ვერსია რომ სპარსელია წარმოშვებს, სიკინე. ქალია? კაცი. რომელიც არის მისი შვილების აღზრდელი. თემისტოკლეს შვილების აღზრდელი. ახლა გაგახსენებთ, ათენში მონები უმეტესწილად უცხოელები იყვნენ, იმიტომ რომ სოლონმა აკრძალა ბერძნების მონობა, ხო? გვახსოვს, როცა ვალები ჩამოაწერა. სიკინე როგორც ჩანს მისი ოჯახის უერთგულესი კაცი არის და სიკინეს დააბარა და უთხრა ჩაჯექი ნავში და გააგზავნა ვისთან? ქსერქსესთან გააგზავნა. ქსერქსე ათენშია გამაგრებული, დამწვარ ქალაქში, გავსებული ატიკას ხახმელეთო ჯარებით. ზღვაზე უკვე სპარსული ფლოტიც არის და მთელი ატიკა გადავსებულია სპარსელების ბანაკათა აქცეული, ქსერქსე იქ არის. დააბარა ასეთი რამ. ახლა ნდობაც როგორ ჩანს, ახლა სპარსელების მეფე მიჩვეულია, რის გაგონებაც გინდა, ის ქსიამონებს და სიკინე ახლა სპარსული იცის, ხო? არ ჯირდება თარჯიმანი იქ. სიკინემ ჩაუტანა მას ქსერქსეს ამბავი, რომ თემისტოკლე ათენელების სარდალი შენ მხარეზე აპირებსო გადმოსვლას და იქო არისო დიდი არეულობა ბერძნების ფლოტშიო და სარდლობაშიო, ხო? ზოგიო გაქცევას აპირებსო და ზოგი დანებებას აპირებსო. პელოპონესელები აპირებენო გაქცევასო და ისთმოსშიო გამაგრებასო და ანუ შენ კიდე ომი დაგჭირდებო იმათთან. თემისტოკლე გეუბნება, რომ ჩაკეტო ორივე მხრიდან სალამინის სრუტეები, ბერძნები ვეღარ გაიქცევიან. ნუ ალყაში მოაქცია. ხო, ალყაში მოაქცევ და ვეღარ გაგიქცევიან. ეს მოეწონა ახლა ქსერქსეს გადასარევი თემა არის. შესაბამისად ალბათობა იმის, რომ დაგნებდებიან და კაპიტულაციას გამოაცხადებენ, უფრო დიდი იქნება. აქვთ ერთმანეთს ჭამენ, ნაწილი გაქცევას აპირებს, ნაწილი დანებებას აპირებს. და ხელიდან გაგისხლდებიან რა და არა და შეგიძლია ახლა მორჩე ყველაფერს. ხმელეთი ხო მოიგე? თერმოპილე ხომ? ათენი აიღე, ყველაფერი აიღე და ახლა ეს ფლოტი აგერ ხელში მახეშია რა. ოღონდ ორივე მხრიდან ჩაკეტე. მოეწონა ეს აზრი ქსერქსეს. და 200 ეგვიპტური გემი გაუშვა წრედა არტყმევია და სალამის ელევსინის გასასვლელი, სრუტის გასასვლელი და ორივე მხრიდან ერთ სიტყვით ბერძნული ფლოტი ჩაიკეტა. ამავე დროს სალამინსა და ატიკას შორე არის პატარა კუნძული ფსიტალეა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამ შესასვლელს ორად ყოფს, ორ სრუტად ყოფს და ფსიტალეაზე გადაისროლა სამხედრო ძალა სპარსელებმა აიღეს. ახლა რატო აიღეს? საზღვაო ბრძოლის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხმელეთი ვის უჭირავს, იმიტომ რომ როცა გემი იღუპება და ეზღვაურები, მატროსები, მეყოფეები, მეომრები უნდა გადარჩნენ ცურვით მიდიან, იქ ნაპირზე ვინ დახვდება მისი მოკეთე თუ მისი მტერი.
ამიტომ ფსიტალიას აღება იყო აუცილებელი და სპარსელებმა დაიჭირეს ეს ფსიტალია. ანუ სრულ იზოლაციაში მოხვდნენ ბერძნები. ხო, საინტერესოა, როცა ათენიდან გამოდიოდნენ, ევაკუაცია ჰქონდათ, თემისტოკლემ გამოაცხადა სახელმწიფო ამნისტია. ვინ ჭირდება ყველაზე მეტად თემისტოკლეს ვინ დაჭირდა? არისტიდე დაჭირდა. გახსოვს ოსტრაკიზმი რომ მოუწყო თავის პოლიტიკას. არისტიდე დაჭირდა. გახსოვს რომ გადიოდა ეს ათენიდან ოსტრაკიზმის მე რომ ღმერთებო ისე ნუ გაუჭირვებთ ათენს რომ ჩემი მობრუნება დაჭირდესო და მე მაშინ გივთქვი კიდევაც რომ დაჭირდებათ არისტიდე მალე ათენელებს. სკაძევების ბადა ამოწურულია. აი ეს არეულობა რაღაცები აქეთური ხე ვერი თანხმებს ანუ პელოპონესელები წასვლას აპირებენ მაინც რა ეს ფლოტი რო დაინახე და ღამე არის და მოვიდა არისტიდე. უცებ ამ საბჭოზე შემოვიდა არისტიდე. ბერძნები შეხვდნენ, თემისტოკლეს შეხვდა, პოლიტიკური მტრები არის. პოლიტიკური მტრები გა ლამის პირადი მტრები იყვნენ ერთმანეთს. აბსოლუტურად ანტიპოდები ის მართალი არისტიდე და ეს ყველაფერს რო გადრულოს, მაგრამ მარტო ათენისთვის და სამშობლოს. არისტიდე მოიტანა ამბავი რომ ეგინიდან ძლივ შემოაღწიეო. გემის პატარა ნავითო და გზაში დავინახეო რომ სპარსელების ფლოტიო წრეს გვირტყავს. ანუ ალყაშური ფლოტი. ალყაში მოქცევა ამ იმგერმა პელოპონესელებმა არ დაიჯერეს. რომ რაღაცას ეს ათენელები რაღაცას გვიჩალიჩებენ რა. მაგრამ ზუსტად ამ დროს ბერძნების მხარეზე გადმოვიდა ერთ-ერთი იონიური გემი, ტენოსური გემი გამოიქცა ბერძნებთან და იმგენმაც მოიტანეს ამბავი, რომ წრეს ალყაში ვართ უკვე. ეს ამბავი რომ მოიტანა არისტიდემ რომ ალყაში ვიქცევთ, მე არისტიდე და თემისტოკლე ცალკე საუბრობდნენ, გამოვიდნენ როგორც ჩანს გარეთ ალბათ რა და თემისტოკლემ უთხრა რომ რა კარგი ამბავი მომიტანა. არისტიდეს გაუკვირდა როგორ არის კარგი ამბავი ალყაში ვართ და მოუყვა ეს რაც გააკეთა. რომ ქსერქსესთან გააგზავნა კაც. და ქსერქსეს ჩააკეტია ეს ორივე მხრიდან სრუტე, სალამინის კუნძული ალყაშია უკვე. ბერძნული ფლოტი ალყაში. მაგრამ ერთი დავალება მაქვს შენთან. მოგცემო ხუპლიტები, ათენელი ხუპლიტები წაიყვანე და ამაღამვე დაიბრუნე ფსიტალეო კუნძული. აი იქ სადაც პატარა კუნძული. და იმ ღამეს არისტიდე ათენელ ხუპლიტებთან ერთად ჩუმად ღამე გადავიდა ამაზე და ამოწყვიტა იქ სპარსული გარნიზონი. ანუ გამთენიისთვის ფსიტალია უკვე ბერძნების მხარეზე. ისე რომ ქსერქსემ ამის შესახებ არის. სასაული კაცია ეს თემისტოკლე რა ნუ ახლა კაცი ასე მარტო უფლებამოსილებაც არ ქონდა. არც არდალია, არც მეფეა. არც მის მომხრეები არ აყავს, საბჭოში მისი მტრები არიან, ფლოტის არდალი სხვა არის, რომელიც არ უჯერებს არაფერს. მარტო ათენელების ფლოტის მეთაური. ქალაქი დამწვარი, მოსახლეობა გამოქცეული, ეს ბავშვები, ქალები, დგანან ამ კუნძულ სალამინზე. რაღაცა ისეთი აი ვიზუალურადაც რო წარმოიდგინო ახლა რატომაც არ უნდა წარმოიდგინო აი ხო როგორი განსაცდელი აქვს ამის იქეთ განსაცდელია მაგრამ ერთი სიტყვით თენდება ძველი წელთაღრიცხვით 480 წლის 28 სექტემბერი სახელოვანი სალამინის ბრძოლა რომელიც დარჩა ისტორიაში 25 საუკუნეა გასული გიორგი და კიდე 25 საუკუნემდე კაცობრიობა იქნა სალამინი იქნა. ისე როგორც თერმოპილე იქნა. გათენდა დილით. სპარსულმა ფლოტმა დაიწყო შემოსვლა სრუტეში. სპარსელები მოდიან როგორ დაეწყნენ ახლა. ხო, რაოდენობა როგორ არის? 360 ბერძნული გემი 70,000 მატროსი და მეომარით ეკიპაჟებით გრანდიოზული ბრძოლა. და 800 სპარსული ფლოტი 150,000 ეკიპაჟით და მატროსებით და მეომრებით რა. მსოფლიო ომია. აზია და ევროპა.
სპარსელებმა დაიწყეს, როგორ დაეწყნენ ახლა სპარსელების მარჯვენა მხარეს დადგნენ ყველაზე ძლიერი ნაწილი ფინიკიელები, ფინიკიური ფლოტი დგას. ცენტრში დგანან კიპრიოტები და კილიკიელები. და მარცხნივ დგანან იონიელები და კარიელები, იონიელები ბერძნები რომ დაამარცხეს და მილეტ დაანგრიეს, ახლა მილეტი მე ვეღარ გასწორდა წელს, შეიძლება მცირე ქალაქი დარჩა, მაგრამ ის ძველი დიდება ვეღარ დაიბრუნა. სპარსეთის იმპერიის შემოიღება. ხო, და გამოვლილი აქვს, ახლა იმათ შოკი აქვს გამოვლილი, ეროვნული შოკი აქვს გამოვლილი და ნუ სპარსელების ჯარში ულაპარაკობ მსახური. ანუ ესა ფინიკიელები მარჯვნივ ცენტრში კიპრიოტები და კილიკიელები და მარცხნივ არიან კარიელები და ესა რა ქვია იონიელები. აი კარიელების დედოფალი არის არტემისი. არტემისია გემზეზე, ხო? ატიკაში არის ყველაზე დიდი წერტილი არის ეგალეოსის მთა, 9 კილომეტრი. ქსერქსი ავიდა იქ. უყურებს ამას. ყველაფერს უყურებს. ბრძოლის ველს კი არა ზღვას ეს. სრუტე, იქ გადაღმა კუნძული სალამინი, იმის გადაღმა ეგინაცა ჩანს, აგერ ბერძნული ფლოტია ჩაკეტილი, აქედან ესენი მიდიან. ბერძნები როგორ დაეწყნენ და მარჯვენა მხარეს დადგნენ პელოპონესელები, ანუ სპარტელები, მეგარელები, ყველაზე მაგრები არიან ეგინე 30 გემი ყავს ეგინას, მაგრამ საუკეთესო გემები ყავთ ეგინელებს და საუკეთესო ეკიპაჟი. ანუ 160 გემი არის მარჯვნივ და მარცხნივ არის 200 ათენური გემი. და ასე დაეწყნენ ბრძოლის წინ და სპარსელებმა დაიწყეს შესვლა სრუტეში. სრუტეში შეცვლა დაიწყეს ცუდად. აზიატობა და საერთოდ ეს მონობის სულის კვეთება ახლა ხო, რომ აი მეფე გვიყურებს. ყველა ცდილობს რომ კარგად მოაჩვენოს თავი, იმიტომ რომ გამარჯვების მე ჯილდო იცის მეფე. ოქრო მრავალია, შაჰინშაჰი. ამიტომ დაიწყეს რაფად შეტევა და შუაში ეს კუნძული არის, რა ქვია. ფსიტალია, რომელიც აიღეს და ორად ყოფს ამ იმაზე, ამ გასვლაში რომ ერთმანეთს დაჯახება დაიწყეს. აირია ფლოტი სპარსელების. თან მიდიან ღრიალით, ყიჟინით, საერთო შეძახილი არ აქვთ. და ისეთი ქაოსი გამოიწვია, ერთმანეთს ეტაკებიან, ერთმანეთს ნიჩბებს უმტრევენ, ძალიან უდისციპლინოდ შედიან და გაიჭედა რა. გაიჭედა, აირია, დაირია. ყველა ცდილობს პირველ ჩაებას ბრძოლაში. ამ დროს ბერძნების ფლოტი არის გამზადებული, უკვე დაალაგებულებია. სპარსელები 3 რიგად მიდიან, ბერძნები 2 რიგად დგანან რა. შემოდიან ესენ კივილით, ყვირილით, ბღავილით, სტვენით. ახლა ბერძნები როგორ იწყებენ ბრძოლას, ხო ესა ფანტასტიკა. ევრიბიადემ და თემის, ხო, მარჯვენა სარდლობს ევრიბიადე, მარცხენა ფლანგს სარდლობს თემისტოკლე ათენელებს. გასცეს ბრძანება. დაიწყეს ერთად წინსვლა, გუგუნით, დაიწყეს სამხედრო პეანი. პეანი არის სიმღერა. გუნდური სიმღერა. თეატრში ზღერო, მაგრამ იყო სამხედრო პეანები. საიდან ვიცით ახლა ამ ტექსტის, ეს ტექსტი საიდან ვიცით? ესქილე მე როცა დაწერა თავის პიესა, ეს ესქილე ერთი ძმა კინეგირი ხო იქ დაეღუპა მარათონის ბრძოლაში. ესქილე არის დრამატურგიის მამა, თვითონ. ესქილე მე როცა დაწერა თავისი სახელგანთქმული პიესა სპარსელები, იქ მოიყვანა ეს ტექსტი. რა სიმღერით დაიძრნენ ბერძნები. აი დააძრეს ხოფებით, თანაბრად მიდიან და მღერიან სამხედრო პეანს. ტექსტს გავიხსენებ, ახლა როგორ არის. დაახლოებით. წინ ჰელადის შვილნო, იხსენით სამშობლო. ცოლნი და შვილნი, მამა პაპათა ტაძარნი და საფლავები. ბრძოლა არ იყო ველივესთვის. აი ამ სიმღერით დაიძრნენ ბერძნები, გუგუნებს მთელი ფლოტი.
მეხოფეები, ჰოპლიტები, მატროსები, ეს ქალები ბავშვები, გრანდიოზული სანახაობა, ეს ქალები ბავშვები სალამინის სანაპირო მიჩერებია. ხოლმე დაიძე იქიდან ის აზიის ბრძანებელი და ყველაფერს უყურებს. ამინდი კარგია. დაიწყეს და პირველი ვინც თავი გამოიჩინა, გამოეყო ათენელების ფლოტს და ამინიოსი კაპიტანი, ვინ არის? ესქილეს ძმა არის. ესქილეც ომობს აქა. რამდენი ძმა ყავდა? ბიჭო, ბევრი ის ხო კინაგირი ხო ხელები დააჭრეს სპარსელებმა, მე თავი კბილევთ რომ ჩააფრინდა გემს. იქ თავი მოკვეთეს. ეს არის მაგარი რა, ამინიოსი. აი ამოვიდა, გამოაქანა და დაატაკა თავის ტრიერა ფინიკიურ სიდონურ გემს რა, პირველს და დაიწყო ომი რა. ახლა ომი მე მგონი ვილაპარაკეთ ხო გასული მასში საზღვაო მაშინდელი ბრძოლა რა არის, რომ თავარი არის შეუნგრიო გვერდი რა. დააზიანო, იმიტომ ყველა გემს წინ აქვს ისა რა ქვია, ეშვი, ტარანი, დავარქვათ, სპილენძის ტარანი, რომელიც ვატერლინიის ქვით არის და ყველა გემი ცდილობს, რომ პერპენდიკულარულად დაეტაკოს. ან უკნიდან დაეტაკოს. გვერდიდან ცხვირი ძლიერი აქვს, ხო? ამიტომ ეს არის ხელოვნება, როგორი კაპიტანი ხარ და როგორი ეკიპაჟი, როგორ მანევრირება. დაინახე ერთი მიდიხარ იმის გასანგრევად, მაგრამ ამ დროს შეიძლება მეორე შენ დაგეტაკოს. სასაული ხდება რა, დაერიენ ერთმანეთს რა. განსაკუთრებული სიმამაცით იბრძვიან ათენელები და ეგინელები. ეგინელებმა სასაული იქნეს იქ რა, თავის 30 გემით. უკიდურეს მარჯვენა მხარეს დგანან ეგინელები, ეს დავიმახსოვრეთ. ათენელები მარცხნივ არიან, ხო? სასაული ბრძოლა მიდის, ახლა ათენელებს დაეტაკნენ ფინიკიელები, ყველაზე მაგარი ზღვაოსნები და დიდი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ დაჩაგრეს ათენელებმა, გატეხეს ფინიკიელები და აირია მათი რიგები, ეტაკებიან გვერდები, ამტრევენ იმ გეს, რა ქვია, ნიჩბებს, ნიჩბის დამტრევა ნიშნავს გემი ვეღარ მოძრაობს და მე საიდანაც გინდა დაესხმე დაარტყამ რა, მაგრამ როცა ეჯახებიან ერთმანეთს, შეიძლება გაიჭე ერთი გემი მეორეში გაიჭე. ამ დროს იწყება აბორდაჟი, უკვე ეკიპაჟების ბრძოლა იწყება. გადადიან ერთმანეთს, ხო. ნუ დაამარცხეს ათენელები. შულდოსნები წყალთ, ხო, გემებზე და შულდოსნებიც ეს. იქ სროლა და ყველაფერი მოდიოდა უკვე იქ ახლა. ამაში შვილდოსნობაში და იმაში სპარსელები ჯობდნენ რა თქმა უნდა. ამიტომ ათენელის ბერძნები მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ სწრაფად მიახლოებდნენ და ან შეენგრიათ ან აბორდაჟზე წასულიყვნენ რა. დაამარცხეს ფინიკიელები და მოუბრუნდნენ ცენტრში დაარტყეს ათენელებმა. ცენტრში იბრძვიან კილიკიელები და კვიპრიოტები და მაგრად იბრძვიან, განსაკუთრებით კილიკიელები. ძალიან მაგრად იბრძვის მათი მეფე სიენზენი. მაგრამ დაიღუპა ეს, ჩაძირეს მისი გემი ათენელები. და მერე მოუბრუნდნენ, უკვე მოადგნენ სპარტელებს და დანარჩენებს, მიეხმარენ უკვე პელოპონესელებს, მარჯვენა ფლანგს მიეხმარენ და დაარტყეს, აქ ომობენ იონიელი ბერძნები და კარიელები. სასტიკად ომობს ეს არტემისია. დედოფალ თავის გემით. ხოლო როცა იონიელებთან დაიწყო უკვე იონიელებს სპარსელების მარცხენა ფრთას მოადგენ, სასაულად ომობენ ეს იონიელები რა. ყველას ეგონა მტერსაც და მოყვარესაც. სპარსელებსაც და ათენელებს და ბერძნებს რომ იონიელები გადმოვლებს. ხოთაშორის არტემისიონთან რო ბრძოლა მიდიოდა, მაშ საზღვაო ბრძოლა სადაც კი წყარო იყო და წყლის რეზერვუარები იყო, იმიტომ ფლოტს ხო წყალი ჭირდებოდა. ყველგან აწერდა თემისტოკლე მოთხოვნას იონიელებს უთვლიდა. იონიელებო გადმოდით და კარიელები გადმოიყვანეთ ჩვენ მხარეს. ახლა ეს როგორ წერდა, იცი? სპარსელები ხო წაიკითხავდნენ იმას და ეჭვი უნდა თუ არ გადმოვა, სპარსელებს მაინც ეჭვი გაუჩნდებათ ამაც, ანუ აფერს არ კარგავდა, მაგრამ ბიჭო მარტო ორი გადმოვიდა, ერთხელ ლემნოსური და მეორეჯერ ტეოსური გემი გადმოვიდა. ხო? ტენოსური უფრო სწორად, ხო? მეტი არ გადმოსულა, თუმცა არის ცნობილი რომ დაახლოებით 13-მდე გემი გამოიქცა მაინც, მაგრამ ნუ ახლა ამის დრო აღარ არის, აფერს არ ნიშნავს. სურათს არ ცვლით. არა, ნუ ბრძოლობენ მაგრად.
ძალიან მაგრად ომობს არიაბიგნე ქსერქსეს ძმა ის არის ადმირალია სარდალია რა რიცი აქ ჩანს ორ მხრივი სიმამაცე ასე არ არის საქმე რო ახლა არ ინდობენ ერთმანეთს სავსეა მოტივტივე გვამებით დაღუპული ეკიპაჟები დალეწილი გემებით ნუ საშინელება კატასტროფა ჯოჯოხეთი იქნებოდა რა ხო და არიობიგნეს გემს გაუსწორა თავის გემი თემისტოკლემ რა უნდა რომ შეანგრიოს მაგრამ არიობიგნე იბრძვის მაგრად და მისი ეკიპაჟი იბრძვის მაგრად და მოიგერიეს ვერ დაეტაკა ვერ შეუნგრია მაგრამ ამავე დროს გამოჩნდა მეორე მხრიდან არიობიგნეს გემს დაეტაკა ეს ამინიოსი ისევ იმის ესქილეს ის ასაულია თავისი კაპიტანია ათენური იმან შეუნგრია ფერდი არიაბიგნეს გემს და ახლა ფერდი რომ ეს გემები კონტაქტში შევედნენ არიაბიგნემ თავის სიანებს გასაბრძანება და გადავიდნენ აბორდაჟზე ანუ გადაიჭნენ ბერძნების გემზე ამინიოსმა ბერძნებმა შუბები დაახვედრეს და მოკლეს არიაბიგნეც დაიღუპა ადმირალი დაიღუპა ფაქტობრივად იმ ფლოტის სარდალია ფლოტის სარდალია ხო აქემენი და არიაბიგნე ძმები არიან მეფის გიორგი მამაცი ხალხი არის სპარსელები სოფლის ბატონები ღვთალი ხალხი ვერ გახდებოდა ხო ჩვენ ხო გავიარეთ მაშინ ან კიროსმა რაქნა ან კამბისემ რაქნა ან დარიოსმა რაქნა აჯანყების დროს მარტო იყო დარჩენილი გას ტახტზე რო ავიდა მთელი აზია ებრძოდა მაგარი ბიჭები არიან სპარსელები ეს დინასტია საერთოდ აქემენიდების დაიღუპა არიაბიგნე და ერთი საინტერესო ამბავი ხდება ფანტასტიურად ომობს ის დედოფალი არტემისი და დედოფალმა არტემისემ თავის გემით ბრძოლაში ამდენი ნამსხვრევები ამოიცნო არიაბიგნეს გვამი ტანსაცმლით ძვირფასათაცვია უფლისწულია ხო სხვა შეტივტივებს გვამი და აიყვანა ის ეკიპაჟს უბრძანა და აიყვანეს ესა და გვამი და სასრაფოდ გაუგზავნა ქსერქსეს იმაზე რა ქვია საიდანაც უყურებს ხო ეგალეოსის მთაზე რა მიუსვენეს ეს ძმა ქსერქსე უყურებს ბრძოლას აგებს რა უკვე გაგიჟებულია ჭკუიდან არის შემცდარი ეს ძმის გვამი რომ მიუტანეს და უთხრეს არტემისიამ გამოაგზავნა ესა ცნობილი შეძახილი ქსერქსესი რომ დღეს ამ ბრძოლაში დედაკაცები იქცნენ მამაკაცებად და მამაკაცები იქცნენ დედაკაცებად არტემისიას მე დაუფასებს ამას თავის შვილებს ჩააბარებს ქსერქსე ამ დროს ფინიკიელები ხო პირველი დაამარცხეს რა და ფინიკიელი სარდლები მივიდნენ ქსერქსეს ახ ფინიკიელებს და ბერძნებს მარადილი მტრობა და სიძულვილი ჰქონდათ რა ქსერქსესთან მივიდნენ სარდლები და უკვე ბრძოლას აგებენ მარტო იონიელები და კარიელები ომობენ რა ჯერჯერობით მაგრამ ისინიც გატყდებიან სადაც არის ქსერქსეს ეუბნებიან რომ ეგო ჩვენი ბრალი კი არა იონიელების ბრალი არის ომს რო აგებთ და ქსერქსე ბიჭო აგერ უყურებ რა უყურებ ვინც ომობს პირველებ თქვენ დამარცხდით და გამოიქეცით რა თავებ დააყრევიან ფინიკიელების სარდლებს საინტერესო ხო ვიღაცამ შეიძლება მაყურებელმაც ახლა იკითხოს ჭკვიანმა ადამიანმა ხო ის 200 ეგვიპტური გემი სად არის წრეზე რო გავა ხო მეორე მხარე რო ჩაკეტილი ეს არის გამოცანა დღესაც არ ყვევენ ისტორიკოსები ისინი ბრძოლაში არ ჩაბმულა არ ჩაებდნენ ისინი კი ჩაკეტეს ბრძანება ეთყობა იქ უნდათ რომ უნდა ჩაეკეტა და გაჩერდა მაგრამ ხო ხედავ ბრძოლა მიდის ხო შეიძლება რომ მესიჯმა ვერ მიაღწია ხო ანუ არის ოპერატიული კავშირი არის არწმუნებული რომ ეგვიპტელები არ ეგვიპტე იყო აჯანყებით დაფეხმძიმებული ქვეყანა სუჯანყდებოდა ეგვიპტე რა სპარსელები არ ჩაერიან ეგვიპტელები რომ დაინახეს რომ აგებენ ბრძოლას ისინი სპარსელები აღარ ჩაერიან ისე რომ მიხმარებოდნენ ახლა ზურგიდან დაარტყამდნენ ბერძნებს ხო ახლა ნუ არ ვიცი ახლა ალბათ
მაინც თუ არა მაინც ავიცი ზურგიდან 200 გები რო დამოგაგდება ესეთი ამბავი არა და მერეც აღარ ჩანა როგორ ჩან გასწურეს ეგვიპტეში აღარ ჩანან მერე ბრძოლის შემდგომ პასუხი არ მოუკითხია შემდეგ სერქსეს ამ ეგვიპტელებისთვის მოუკითხია ეგვიპტე მერე კიდე აჯანყდა და მერე კიდე აჯანყდა სულ ჯანყდებოდა ბაბილონის და ეგვიპტის პრობლემა ქონდა სულ სპარსეთს ეს ორი ხალხი ვერ აჩერებდნენ აი როგორც კი ოდნავ რაღაცას იგრძნო ერთი სიტყვით რომ მოუბრუნდეთ რა თელი დღე დაღამებამდე მიდიოდა ბრძოლა რა გაიმარჯვეს ბერძნებმა სასაული მოახდინეს როგორც თანამედროვე ისტორიკოსები თვლიან ახლა სხვადასხვა მონაცემები და ვერსიები, მაგრამ მაინც თანამედროვე ისტორიკოსები, სამხედრო ისტორიკოსები ახლა უფრო გამოცდილი ხალხი არიან, ხო, საბოლოო ჯამში შეთანხმებული არის, რომ სპარსელებს დაეღუპათ 200 გემი და ბერძნებს 40 გემი. ამ 200 გემს 50,000 კაცი ჩაყვა. 50,000 კაცი. ხო, ეკიპაჟები და ისინი. მე იქ ხა სანაპირო ხო თქვი ჩვენ რო სანაპიროზე. ჯერთი ბევრი იმიტომ იყო, ბევრი იყო დამხჩვალი, იმიტომ რომ განსხვავებით ბერძნებისგან, რომლებმაც სურვა იცოდა ხა რომ ჩაიძირება, აქვეა სალამინი, აქ ისა რა ქვია. ფსიტალიას კუნძული ან რაღაცა. ფსიტალიაზე ის არისტიდე რო იყო გამაგრებული, ვინც კი მიუახლოვდა ეს სპარსელი და ისა მცურავი გადარჩენილი, ყველა დახოცეს დაწყვიტეს ყველა. სანაპიროზე ვინც კი მიაღწია გადარჩენის საშუალება არ მიცეს. არა, ნუ ახლა ბევრი დაიღუპა, ახლა ცურვა არ იცოდნენ ახლა. სპარსელებმა, ფინიკელებმა იცოდნენ, იონიელებმაც იცოდნენ, კილიკელებმაც იცოდნენ, სპარსელები ახლა იქ ეკიპაჟები, მეომრები. ბევრი სპარსელი იყო ასული გემბანს. კატასტროფა დაებართა ქსერქსეს. და დამთავრდა სახელოვანი ბრძოლა, გადარჩა საბერძნეთი. კი ხმელეთს სხვა შემოსულია, ეს მეწყერი, სპარსულია, შუა საბერძნეთი დაკავებული აქვს, ზღვაზე გადარჩნენ ბერძნები. და ყველაზე დიდი როლი ითამაშეს ათენელებმა, რა თქმა უნდა. თუმცა მერე ბერძნებს ჰქონდათ ასეთ წესი, როცა მოკავშირეები ვიღაცას ებრძოდნენ, მერე არ ყვებდნენ, ვინ გამოიჩინა ყველაზე მეტი სახელი და სახელი იყო, პრიზი იყო. ყველანი შეთანხმდნენ, რომ ყველაზე მაგრად ეგინელებმა იომეს და მერე ათენელებმა. ხო, ეგინელებმა რა ქნეს, როცა მარჯვნივ იდგნენ, როცა კატასტროფა დაიწყო სპარსელების ფლოტის, გამოვიდნენ ყურიდან და ჩადგნენ ზღვაზე და ვინც კი გამოაღწია იქიდან სპარსულმა გემმა. რომელმაც კი გამოა, ყველა ჩაძირეს ან აბორდაჟზე აიღეს. სასაული ქნეს ეგინელებმა. სოთეჟელი მეტოქეობდნენ სულ ზღვაზე ათენელებთან. ეჯიბრი, სოთეჟელი აი ეს კონკურენცია. იმან არ დამინახოს რა. არ დამინახოს რომ ეს აი ამიტომ აი ევროპის საფუძველი, აი თავარი мотивация ევროპული ცივილიზაციის განვითარებას, აი კონკურენცია. კი, საკონცო პრინციპი. დღესაც გრძელდება ეს, ხო? სხვა ვერ შექმნა ეს. იდო იქ ერთი კაცი ჭკუაზე იყო, ერთი სახელმწიფო იყო, ანჯგვიანი იყო. ნუ 10-დან 3 იყო ჭკვიანი, 7 იყო სულელი. ასე გამოდის, ხო, ერთის მართველი და ახლა სულელი როცა მეტია, ხო, ვერ ვითარდება. ეს არის, ხო. მოიგეს სალამინი. და გრანდიოზული ზეიმი არის კუნძულზე, ქალები, ბავშვები, ნუ რა ამბავი იქნებოდა გიორგი, ხო, წარმოგიდგენია და ძვირფას მეგობრებო, ახლა მე შევეცადე, აი გადმომეცა, აი ემოციით და თქვენ აი რა იქნებოდა, ხო, ნუ ახლა 1200-მდე გემი ომობდა კაცო. ნიჩბევი და მე ხოფე ადამიანის ძალაზე მუშაობდა ისაგაც, არც მოტორები იყო, არც საწვავი იყო, არაფერი არ. არ საოცარი შემართება, იმიტომ ხმელეთზე უკვე წაგებული ომით და ორჯერ და კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ზღვაზე გემების რაოდენობით. აი სალამინი იყო, არ ვიცი ახლა. სალამინის თემა ელოდება ჰოლივუდს რა. ვიღაცა უნდა გადაიღოს ეს ახლა, მithumedes ახლა
შეკვეთა მოდის ცივილიზაცია ანტიცივილიზაციის დაპირისპირება არის და ცივილიზაციამ უნდა გაიხსენოს თავისი გმირები. თავის გმირები უნდა გაიხსენოს ცივილიზაციამ, იმიტომ რომ საჭიროა. სალამინელი გმირები ხო, ბერძნები, ათენელები, ეგინელები, მეგარელები, ასაულ ფანტასტიკურად იომეს რა. თუ გაათენდა ახლა, ნუ გლოვა ქსერქსე არის. ნუ გლოვაშია კატასტროფა და მის თვალწინ ფლოტი განადგურდა. რაღაცა ნაწილი ახლა ეს როგორ ჩანს ის 200 ეგვიპტური გემი ეგვიპტეში წავიდა, იმიტომ რომ არ ჩანს გიორგი არსათის ფლოტი. ხო და ნაწილი დაიფანდა, ბევრი დაიფანდა, ბევრი ფინიკიაში წავიდა, ბევრი დაიფანდა რა უკვე რა. არა 300 გემი თავის მოყრა მოხდა და გაცურეს აზიისკენ, კერძოდ კუნძულ სამოსისკენ. ანუ ხმელეთი დაცალეს, ატიკა დაცალეს და გავიდა. არა, ატიკაში დგას ქსერქსე, ახლა თუ ბერძნები მეორე დღეს მათი გემები დაზიანებული 40 ჩაეძირათ, მაგრამ დაზიანებული, რა ვიცი, ბევრი რაღაცები დაემართებოდათ, ხო და ელოდებენ რომ მეორე დღეს სპარსელები გააგრძელებენ ბრძოლას. ამიტომ სამზადისში არის. რაოდენობრივად ბალანსი კლავს სპარსელების ასაკში. ხო, მაგრამ ნუ ახლა 200 გემ ჩაუძირეს გიორგი რა. თვითონ 40 დაკარგეს, ხო და ახლა განწყობა ახლა საბრძოლო შემართება ეს გადამწყვეტია ბრძოლის ველზე, ხო, მაგრამ ნუ ელოდებენ რომ შეიძლება ქსერქსემ გააგრძელოს ბრძოლა. ხო. ამიტომ ადგილიდან არ იძვრიან ესე, მაგრამ ქსერქსეს ბანაკში არის, ნუ ყურები აქვს ჩამოყრილი ქსერქსე ჯგუაზე რაქნას არიცის, მას აქვს სურვილი. არა, ახლა გადააფასა რაც ხდება. ზღვა დაკარგა, ზღვაზე დამარცხდა. კი, ხმელეთზე ათენშია, მაგრამ შუაგულს აბერძნეთშია მოქცეული ისე, რომ მახეშია. თან იცის, რომ ჯერ სპარტის დიდი ჯარი არ გამოჩენილა, სპარტელები ჯერ არ ჩამულან ომში. ის ზამას კაცი იყო იქა. ახლა დემარატისგან იცის, რომ სპარტას 10,000 კაცს გამოყვანა შეუძლია. ახლა იმ 10,000 გიჟს რა გააჭერებს? თავარი სამხედრო მანქანა ჯერ ბრძოლის ველზე არ შემოსულა. და თან გაამწარა სპარტელები მეფე მოუგლა გაცოვა, გავარვარებულია სპარტა. ლეონიდე შეეწირა. ხო. ამიტომ სურვილი აქვს წასვლის. თან იცის, რომ ახლა ეს ამბავი აზიაში რო ჩავა, რო დამარცხდა. ნუ ეს არის კატასტროფა, იქ შეიძლება აჯანყებები დაიწყოს. ახლა ეს გაქცეული ფინიკიური გემები, წასული ეგვიპტური გემი, იქ კილიკიელები წავიდნენ, იქ იონიელები წავიდნენ, ჩავარ, დაღუპული ვარ. ძმა დაეღუპა ბრძოლაში. ძმა დაეღუპა და ფლოტი დაკარგა და ნუ სირცხვილი გაცო, პრესტიჟი. ირანის, სოფლიოს ბრძანებლის პრესტიჟია, ასე არ არის. აქ პატარა ადამიანები იბრიქებიან ჩვენ დღევანდელობაში და ახლა აქ აზიის ბატონზეა საუბარი. ჯო წასვლა უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ვერ ამბობს, ხო, ახლა ამასაც აქვს მნიშვნელობა, ახლა მეფე ხარ, შაჰი ხარ. მეფეთა მეფე ხარ. ვიღაცამ უნდა უთხრას ეს. მივიდა მარდონიოს მის სიძე. არტოზოსტრას ქმარი. ის ახალგაზრდა სარდალი ფლოტი რო დაეღუპა და უკან გაბრუნდა და მე სხვათა შორის ამ ლაშქროვის მთავარი idеოლოგი და საფუძველი ჩამყრელი იყო მარდონიოსი აძალებდა რომ დავიძრათ და საფრანგეთს სხვათა შორის ყველა აძალებდა ამ ლაშქრობაზე ის რა ქვია ქსერქსეს მარტო ბიძამისი ისა არტაბანი ევნებოდა ორშვარ წახვიდა არტაბანი მართავს ირანში დატოვა ბიძამისი სამმართველოდ რა სხვათა შორის ათენი რო აიღო ელჩი გაუგზავნა იმას და სუზაში ახლა ეს შახრა გაირბინა შახრას უცებ გადიოდნენ შაჰის გზას ხო და შეიმია სპარსეთში რო ათენი გადაწვა ქსერქსე მაგრამ მერე უცებ მეორე ელჩი ჩამოდის და იძახის რომ ფლოტი დაიღუპა და გლოვა გამოცხადდა და სპარსეთში თელმა იმპერიამ გაიგო ახ ჩავიდა ეს ამბები თან იცის რომ ჩავა ახლა მეორე დღეს ეს არ ჩავა მაგრამ მან უნდა ჩაასროს ამ პრობლემებს. ყველა ვარიანტი ის აზიაში უნდა დაბრუნდეს და მარდონიოს მივიდა და უთხრა რომ ეფეო გული არ გაიტეხო შენ. ჩვენ ზღვაზე უკი დავმარცხდით, მაგრამ ხმელეთზე მაგრები ვართ.
სპარსელებთან სასაყვედურო შენ არაფერი არ აგაქვს. აქო დამარცხდნენო ფინიკიელებიო. აქ დამარცხდნენო კიპრიოტებიო. კილიკიელები, აქ სპარსელები არაფერ შუაში არ ავარდო ჩვენ. ჩვენ ხმელეთზე მაგრები, აქ ამათმა ვერ ივარგესო რა, თორე ხმელეთზე ხო ჩვენთვის არ მოუგიათ. სპარტელებს მეფე მოუკალით. ათენი გადავწვით. ამიტომ არ იჯავრო შენ. მაგრამ ჯობია რომ წახვიდე შენ აზიაში, დაბრუნდე აზიაში და მე დამიტოვო ჯარი. ოღონდ დამიტოვე ის ჯარი, რომელსაც მე ავირჩევ. ამხელა ჯარი ყავს, ხო? რამდენიმე 100,000-იანი ჯარი ყავს, ამას კვება უნდა, ის უნდა, ეს. ამიტომ მე ავირჩევ, რომელი ხალხები დავიტოვო საომრად, შენ წავდე აზიაში. მე მივხედავ, საბერძნეთს მე დავამარცხე. მოეწონა ეს ქსერქსეს. მიზეზი მიიღო. მაგრამ დაუძახა არტემისიას, იმ ქალს. დღეს დედაკაცები მამაკაცებად იქცნენ, ხოლო მამაკაცები დედაკაცებად. როცა მისი ძმის გვამი არიაბიგნეს გვამი გამოუგზავნა არტემისია. არტემისიას კითხა ცალკე, საბჭოდან გამოვიდა, რას ფიქრობ ხოში. იმან თავს სწორი არის. თუ გაიმარჯვებო, თუ მარდონიოსი გაიმარჯვებს, სახელი შენი იყო. სახელი შენია. ათენი გადაწვი, მე დაბრუნდი და შენ მას არ დალმა კაცო, აგერ პრობლემა გადაწყვიტა, მაგრამ ღმერთი თუ არ გაწყრაო ჩვენზე, ღმერთებიო თუ არ გაწყნენო და მარდონიოს დამარცხდა, შენი მსახური დამარცხა, შენ რა შუაში ხარ. შენ გამარჯვებული წახვედი. შენ სანამდე იყავი გამარჯვებული იყავი ხმელეთზე კაცო, ათენი გადაწვი, ხო, ბერძნებს ტაძრები დაუწვი. ამიტომ ჩაუжда ჭკუაში. და დაუძახა მარდონიოს და უთხრა რომ ვინ გინდაო რომ დაიტოვო. მარდონიოსმა უთხრა გვარდია დამიტოვე, უკვდავებიო, ის 10,000 კაცი. დამიტოვე სპარსელები, დამიტოვე მიდიელები, დამიტოვე საკები და დამიტოვე ინდოელები. ანჩენებ წაიყვან. არ მინდა. აჰა, არის კამათი რამდენი დაუტოვა. ბერძნები ამბობენ რომ 300,000 კაცს დაიტოვა, მაგრამ ეს გადაჭარბებულია. სადღაც 120,000, შეიძლება 150,000 კაცს დავდა. დაანჩენი ჯარით წამოვიდა ეს. ხო, ორი ვერსიაა რა, როგორ წამოვიდა ეს. ჯარი და თვითონ ქსერქსი. ერთი ვერსია არის რომ ხმელეთით გამოყვა ამ ჯარს. ქსერქსი. გამოუძღვა. ჩრდილოეთი თესალია უნდა გამოიაროს, მერე გამოიაროს თრაკია და მერე ჰელესპონტზე უნდა გადმოვიდეს აზიაში. ხო. იქ კატასტროფები დაემართა ამ ჯარს, იმიტომ რომ შიმშილო მოუმზადებელი იყო ისა, ბევრი დაეღუპა იქ. მეორე ვერსია არის რომ გემით წავიდა. როცა ჰელესპონტს მიადგა, იქ არის ასეთი ცნობა, რომ ის ხიდები დალეწილი დახვდა ქარიშხლის მიმართ. ქარიშხლის მიერ. თორე ბერძნებიც გადააწყდებიან ამას, ხო და გემით ფინიკიურ გემზეზე, სიდონურ გემზეზის მეფე რა, ქარიშხალი ამოვარდა. და აი დაუპის პირას არიან მისული, მესაჭეს გაუტყდა საჭე. ანუ იღუპებიან. მაგრამ მესაჭემ არის ასეთი ცნობა, რომ მესაჭე მაინც მოახერხა და ამ გატეხილი საჭით მიაყენა აზიას რა. გადმოვიდა ეს მეფე, გადმოვიდნენ ეს სპარსელები და გამოიძახა ის მესაჭე, და როგორც ამბობენ, დიდი ოქრო, დიდძალი ოქრო მიცა, მაგრამ მერე მაშინა გამოიყვანა და თავი მოკვეთა. ერთი ვერსიით თავი მოკვეთა, მეორე გალურსმა ჯვარზე. არა, რას ერჩევა? დავასაჩუქრე როგორც მამაც მესაჭე, მაგრამ დავსაჯე როგორც არაპროფესიონალი. საჯერადო გაუტყდა. ასეთი სხვათა შორის ქსერქსეს ჰქონდა ასეთი უცნაური ამბავი. მე ირანში როჭე სპარსეთში რო ჩავედი, მე აურია რელიგიური დევნები დაიწყო. მაგალითად ეგვიპტურ და ბაბილონურ ერასმანამდე იმპერიას არ ახასიათებდა. არა, კაცო, კიროსი რა ასლაბარაგო. მისი წინაპრები პირიქით. ხელ შეუხებელი იყო ნებისმიერ ღმერთიდან ნებისმიერ. აი ამან აურია, მე ვილაპარაკებთ ამაზე მოგვიანებით რა. ხო.
წამოვიდნენ, გამოიქცა რა ერთი. ახლა რა ხდება იქ ბერძნებში რა. ბერძნებში ახლა თავარი გმირი არის ეს რა ქვია. თემისტოკლე. თემისტოკლე მოიგო რა ეს აჯერ არ გაუშვა ესენი. ხო, პოლიტიკური ნაწილიც მოიგო და ხო, სანამდე ქსერქსე წავიდოდა, წავიდა ატიკას დატოვებდა მარდონიოსის ჯარს დატოვებდა რაღაცა სანამდე ატიკაშია, ჯერ ათენში არ ქსერქსე. მაშინ ბერძნები შეიკრიბენ სალამინის ბრძოლის მერე და თემისტოკლე გამოვიდა შეკრება საბჭოზე გამოვიდა და თქვა რომ ახლავ ჩვენ აზია ევროპაში უნდა დავიჯიროთ. და წავიდა და დავანგრიოთო ჰელესპონტის ხიდები, ჯერ ხო არ იცია რომ ის დანგრეულია იქ რა. და მოვიმწყდიოთო აქ და გავანადგუროთო რა ქსერქსენ თელი თავის ჯარითო და სასტიკი წინააღმდეგ გამოვიდა არისტიდე. თემისტოკლე არ გამოვა ეგრევე, იმიტომ რომ ჩვენ თუ მას გასაქცევ გზას არ დაუტოვებთო, შეიძლება გამწარდნენო ისინი და უარეს გვიზამენო მე ბოლომდე იომებენ. და საერთოდ თუ ომს ვაპირებთო, აზია და ევროპა ერთმანეთთან და ეს ომი გაგრძელდება, ჯობიაო ევროპაში აღარ იყოს სამხედრო მოქმედებები აზიის ტერიტორიაზე, ამიტომ გაუშვათო რა. არისტიდეს დაეთანხმნენ პელოპონესელები. ევრბიადეც დაეთანხმა. ანუ თემისტოკლეს უნდა რომ გემები წასულიყვნენ და ჰელესპონტი დაენგრიათ და ჩაეკეტათ ქრესტესთვის, ქსერქსესთვის, მაგრამ ახან გადაწყდა ნახე თემისტოკლე რა კაცია, არ ვიცი. ქსერქსეს გაუგზავნა ისევე სიკინე, თავისი მონა სპარსელი. შეუთვალა რა. აიო, ბერძნები აპირებენო შენ ჰელესპონტის დანგრევას. ჰელესპონტის დანგრევას აპირებენ, მაგრამ მეო გადავათქმევიო. პირიქით მო. ვალში ჩააგდეს. ხო, ეგეთი ტიპი, რაღაც სასწაული კაცია. პოლიტიკოსი. პოლიტიკური ცხოველი და მაკიაველისტი. მაკიაველი ჯერ სად არის? ეს არის რა. მაკიაველი იყო თემისტოკლისტი. მაკიაველი იყო თეორეტიკოსი. ხო, ამას პრაქტიკულად დაუდო საფუძველი მაკიაველი. მე ახლა მე გავიხსენებთ მე მეორე ლექცია როცა გვექნება შემდეგ პლატეა იქ მე მინდა რომ ეს ომის გმირებით დავასრულოთ ეს ციკლი ხო და იქ ვილაპარაკებ რა გადახდა თემისტოკლეს რა ხო ამის შემდეგ მოვიდა ახალი თემა ბერძნული კუნძულები უნდა დაისაჯონ ვინც სპარსელების მხარეზე გადავიდნენ ახსოვს მილტიადეს რო ქონდა მცდელობა პაროსის იმის და იქ ფეხი მოიტეხა და ამბები ხო ნუ არ გამოვიდა შეეწირა იმას პაროს საერთოდ თემისტოკლემ გამოაცხადა რომ დავსაჯოთ ესე ლაკედები ისინი პელოპონესელები არ დაეთანხმება ათენური ფლოტი ყავს ამას ახლა რასაც უნდა იმას იზამს რა სპარსული ფლოტის ნასახი აღარ არის ეგეოსის ზღვაზე. ის 300 გემი რაც გადარჩა, თავი მოიყარა იქეთ აზიის სანაპიროსთან კუნძულ სამოსზე არიან გამაგრებულები რა ის სპარსელები. მაგრამ ათენში სპარსელების ჯარი ჯერ კიდევ დგას. ჯარია ხო, ახლა მოუბრუნდა, ახლა წავიდა, მე წეღარ მოუბრუნე სიკინე რო გაუგზავნა, ახლა კაი წავიდა ეს ისა ქსერქსე გადავიდა ახლა აზიაში. ახლა ესე როგორ იქცევენ თემისტოკლემ თქვა რომ დავსაჯოთ ესე ბერძნები, მოღალატეები, კუნძულები, რო ჯაბარდნენ და მიწაწყალი ჩააბარეს და იბრძოდნენ ამათ მხარეზე, სალამინში, ხო, ამიტომ დავსაჯოთ და წავიდა ფლოტით. წავიდა კუნძულ ანდროს მიადგა, არის ასეთი ისა რა. ხო, და ყველას თხოვს ხარკის გადახდას. ეს წესი იყო რა, ღალატისთვის ხარკი უნდა გადაიხადო და მეორე ღალატისთვის აუცილებელია კედლები უნდა დაანგრიო შენ ქალაქის გარშემო. თავის დაცვის უნარი აღარ უნდა კონდეს, ხო? იგივეს თხოვდა სხვათა შორის მილტიადე პაროს, ხო? მიადგნენ ამ კუნძულს, ხო და ანდროსელებს შეუთვალა ასეთი უცნაური კაცი, ანდროსელებს შეუთვალა, აი მე მოვედიო დიდი ძალითო, ათენელების ფლოტითო, ჯარითო და ვითხოვო თქვენგანო ჯარიმას, ხარკს. თან მახლავსო ორი ღმერთიო. ორი ღმერთი მახლავსო. დარწმუნება და იძულებაო. თრილად იყავითო თქვენ ორი ღმერთი მახლავს. ახლა ისინი, ნუ არ ვიცი ახლა როგორ ებეიონებენ. ანდროსელმა რა შემოთვალეს იცი?
კიო ვიცითო ჩვენო რომ დარწმუნება და იძულება ძლიერი ღმერთებია გამოიგონა ეს ღმერთები არსებობს მასე დაარქვა ორი ღმერთი რო ყავთ დარწმუნება და იძულება ანუ ძალა მაგრამ ჩვენ ქალაქსო იცავსო ორი ქალღმერთიო რა ეს არისო სიღარიბე და უპოვრობაო არა გვაქვს არაფერი ვეფერს ვერ გადა ხარკს ვერ მოგცო ხო დასაჯა სანდროსიც ის პაროსიც დასაჯეს მილდიადეროებს ყველა ეს ბერძნული ისენი შემოერთე მაგრამ რა არის ცე ფულს რო იღებს თავის სინახავს ხა სახში კი არ მიაქვს მაგრამ რაღაცისთვის აშკარად ფულს აგროვებს ეს თემისტოკლე ბიუჯეტში აკუმულირებას ახდენს თანხმობის ბიუჯეტი ხაზინაში ინახავს რა ხო და მე ახლა იქ კორინთოს საერთო ბერძნული კავშირი რომელიც 30 ქალაქი იყო თავიდან ხო ეს საერთო კავშირი არ მიაქვს ეს ფული არც ათენში ათენში ჩაიტანა მაგრამ ბერძნებთან არ მიაქვს და შეიძლება უკმაყოფილება მაგრამ ჯერჯერობით მის საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვერ ბედავს, იმიტომ რომ საერთო ბერძნული გმირია. თემისტოკლე რა, მთელი საბერძნეთი ტაძრებში მის სახელობაზე, მასზე ხერხს წირავენ და ამბობენ ღმერთების მადლობას. გმირია, ჰელადის გმირია. გადაასრო მილტიადეს და მილტიადეს ხსოვნას. იმა მარათონი მოიგო, ხო და ამან რაღაც პარსული ფლოტი გაანადგურა. არმადა. თან ყველა მიცის ხო რომ როგორ იყო რომ აქცევას რო აპირებდნენ და ფლოტის დაშლა ისთმოსისკენ შუა საბერძნეთის მიტოვებას აპირებდნენ პელოპონესელები და თავის გამაგრებას და რაღაცები ამან ებიქნა ხო ლომია რა ისეთ პოპულარულია რომ სპარტაში გახდა გმირი და გაუგონარი ამბავი მოხდა სპარტაში მიიწვიეს გიორგი სპარტელები თემისტოკლე ქრისტეს პატივსაცემად. ახლა სპარტა ხო გახსოვთ, ახლა ჩვენ როცა ვლაპარაკობ ორი ქალაქის უგვიტრიალებს გონებაში, ხო? კონკურენციებიც ამათ შორის. რაღაცა სასწაული ქალაქი, მარად განახლებადი ქალაქი, მარად მწვანე ქალაქი და ანტიუტოპია, სპარტა არის ანტიუტოპია. მართლა ანტიუტოპია რა, ვერავინ ვერ გამოიგონებს ამას, ისე ცხოვრება. სპარტაში არ შეიძლება როგორ შესვლა უცხოელის უცხოელი ათენელიც და ყველა, ტეგეელიც და ყველა უცხოელი. ყველა კაცო, სპარტავარი არის სპარტა. ისე არ შეიძლება სპარტელის გარეთ გას. ანუ იზოლირებული ქვეყანაა, ჩრდილოეთ კორეა ახლა როგორ შევადა. მარტო საომრად გადეს. ხო, მარტო საომრად ან ელჩობაზე რა, მაგრამ სპარტიდან მოვიდა ამბავი, რომ თემისტოკლე ჩამოდი რა, გელოდებით, პატივი გვინდა გცეთ. პატივსაცემ. სადახალვა იქნება. ჩავიდა გიორგი, მთელი სპარტა ქუჩებშია გამო. ლეონიდეს ჯავრი იყარა თან. თან ხო ახლა ბერძნები საბერძნეთი გადაარჩინა თემისტო რატო თან სარდალი არ იყო, სარდალი იყო ევრიბიადე. არაფერ შუაში რო არ იყო. დიდი ეჭვი მაქვსო წურვა არ ეცოდინებოდა. მაგრამ სპარტელი იყო ეცოდინებოდა. აგოგე გავლილი ექნებოდა იმას ხო ჩავიდა სპარტაში ინგრევა სპარტაში ყველაფერი ზეიმე აქ სპარტელებს სიმღერა უყვართ ინსტრუმენტები უყვართ ცეკვა უყვართ პოეზია უკითხავენ ლექსებს და ამბებს აჩუქეს საუკეთესო ეტლი სპარტაში რა ყველაზე უფრო კარგი ეტლი რაც იყო ის აჩუქე ახლა ათენელს მაგით ვერ გააგვირვებდი სპარტელების საუკეთესო ეტლი ალბათ ათენში იყო ყველაზე უარესი ხო და გაუგონარი პატივი მიაგეს ზეთის ხილის რტოდან გაკეთებული გვირგვინდა ეს იყო ყველაზე დიდი ოლიმპიადებზე ადებდნენ იქ უქროს გვირგვინები კი არ იყო ბერძნებში ზეთის ხილის გვირგვინს თუ დაგადებდნენ აი რომაელებში დაფნის გვირგვინი იყო ლაურეატი აქედან ლაურეატი რას ნიშნავს დაფნის გვირგვინოსა ბერძნებთან იყო ზეთის ხილი ეს დაადგეს თავს დიდი ზეიმით და ზარზეიმით იზეიმეს და პატივისცეს ლექსები მიუძღვნეს სიმღერები ცეკვავდნენ მის გარშემო ჰელადის გმირი დაარქვეს აქილევს ადარებენ აიაქს ადარებენ ჰერაკლეს ადარებენ ყველაფერს და ვერ გამოუშვეს ხო გამოსტუმრებაც არის და ამ ეტლზე ზის და 300 სპარტელი მოსდევს ფლეიტების
და ინსტრუმენტების იმითი თან შეიარაღებული მოძნა ტეგეის საზღვრამდე მოაცილეს ფეხით 300 კაცი სპარტელი ამნაირი არც მანამდე და არც მის მერე აღარ მომხდარა წამოვიდა ხა ათენში ბიჭო მაგრამ ეს ათენელები დაიბოღნენ რა ათენელები შენ რა საქმე გაქვს ამ სპარტელებთან ძმაო და კი შენ მაგარი ხარ მაგრამ ის ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ ათენელებმა მარტო შენ ხო არ მოგიგია და რა ამბავში ხარ ამ სპარტელებთან შენ საერთოდ თემისტოკლეს ეუნებიან და ბევრი მტრები ახლა დღემდე ვარყვევ მე თვითონ რამდენი წელია სწორი იქნეს თუ არა ათენელებმა როგორც ჩანს მაინც სწორი იქნეს ათენს აქვს კომპლექსი ტირანიის არავინ თავი არ უნდა წამოყოს რა იმიტომ სახიფათო მე აუცილებლად ხელისუფლების უზურპაციას დავი სპარტის შემდეგ აი ის ფული რო ჩამოიტანა რაღაცებ გადამა რაღაცისთვის აგროვებს ხო ათენში უკვე არის ტიდე მართალია ათენელებმა მიიღეს გადაწყვეტილება გადააყენეს სარდლობიდან ახლა არც ოსტრაკიზმო არ მოუწყიათ ამას მე ვილაპარაკოთ მაგრამ კი სტრატეგოსად დარჩა მაგრამ სარდლობა ჩამოართვეს მაგრამ აგრძელებს ეს თავის საქმიანობას ათენში დარჩა აგრძელებს და მისი აჩემება იყო ასეთი რომ როგორმე უნდა დაუკავშიროს ათენი პირებს სპორტს 11 კილომეტრია სხვაობა ათენიდან თავის პორტამდე. ათენი ხო არ არის ზღვის პირს. 11 კილომეტრში არის ათენი და მას აქვს პრინციპში 3 პორტი ქონდა, თავარი მაინც ის იყო პირევსი, უნიხია და ფალერონი. მაგრამ პირევსია თავარი. თემისტოკლეს აქვს აკვიატება. ყველაფერს ამომავლუთვლით. რომ ათენს დაჭირდება ძლიერი ზღუდეები და ათენს დაჭირდება ზღვასთან კავშირი, უსაფრთხო კავშირი. ამიტომ ათენი კედლებით უნდა დაუკავშირდეს პირებს. ანუ ეს მარშრუტი უნდა კედლებით შემოიჭრას. 3 კილომეტრიანი კედელი ააშენეს. ორივე მხრივ. ორი მხრივი კედელი. რომლის შუაშიც გზა გადიოდა. სადა გზა გადიოდა, მისვლა, მოსვლა და ეს არის დაცული. დაიწყო დიდი კედლების მშენებლობა. შოთაშორის ამაზე რეაქცია ვიცე სპარტელებმა. და დელეგაცია გამოაგზავნეს, რომ რატო შევით ამას, იმათო მუქარად მიიღეს ეს, რომ ჩვენ გამარჯვებულები ვართ, კარგად ვართ, ეს მე პლატეის მე ხდა. პლატეა მეორე შემდეგი გაგრძელება, რატო შევი, რა, ვისგან იცავ შენ თავს? სპარსელები გავყარეთ, ხო? მაგრამ ამან ისეთი манипуляციები ჩაუტარა იქა რა, რომ ჯერ გააგზავნა ეს დელეგაცია, რომ არა ტყუილი აფერს არ ვაშენებთ, მე ამათმა გააგზავნეს დელეგაცია იქა, აი ჩამოდით და ნახეთ და რაღაცები და თვითონ ჩავიდა სპარტაში დაარწმუნა, არა ტყუილია, მე იმათმა დელეგაცია ელჩები გამოაგზავნეს, ეს ელჩები დაიჭირეს ათენელებმა. და გაცვალეს თემისტოკლეში გადააცვლევიეს რა. ნუ ამბებს შვებოდა რა, манипуляტორი იყო, მაგრამ იყო გენიალური პოლიტიკოსი. რა საშუალებაც ჰქონდა. ის იყო ათენური კანონით შეზღუდული კაცი, სოლონის და კლისთენეს კანონები ზღუდავდა და აი დემოკრატია რა არის, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს შეზღუდული, იმიტომ რომ არ გააფრინოს მერე. გინდა პოპულარობის დროს და გინდა პირიქით, ხო? აი სასწაულებს შვებოდა, მაგრამ სარდლობას ჩამოაშორეს თემისტოკლე და მოხდა დიდი გადანაცვლება ახლა. ეს რა შეეხება ხა ქსერქსე კი წავიდა, მაგრამ მარდონიოსის ჯარი დგას, მარდონიოსმა დაიხია და გამაგრდა თებესა და იმაში თესალიაში. თებე და თესალია ბერძნული სახელმწიფოები არის, სპარსელების ზღვარეზე არიან. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ საბერძნეთში, ეს ორი ხო ამთავარი ახლა. ათენი და სამხრეთი. ნუ არანაკლები არის თებე რა. თებე არის არანაკლები. აი მესამე ქალაქი არის. აი პირველხარისხოვანი ათენი და სპარტა და აი მიჯრით მოდის მერე ორი ქალაქი, თებე და კორინთო. მე ანჩენები მოდიან რა. თები არის სპარსეთის ვასალი. ვასალია მოკავშირეა. მოკავშირეა. სხვათა შორის ძალიან სერიოზულ რჩევებს აძლევდნენ რაღაცებზე იმას რა ქვია ქსერქსეს რა და თებელებს უჯერებდა ხა. მაშინ გახსოვთ ხო იქ თერმოპილეს ბრძოლაში 400 თებელი ძევლად დაიტოვა იმან.
ლეონიდემ და მე ბოლო დღეს მესამე დღეს ესე ხო მესამე დღეს როცა ბრძოლა იყო ალყაში იყვნენ ესე ეთებელები გამოიყვნენ და ტყვეჩაბარებას აპირებდნენ სპარსელებზე მას სპარსელებმა ვერ შეიცნეს ესე ვიღმე შორიდან ისრებ დაუშინეს ბევრი დახოცეს მაგრამ მე მივხვდნენ რომ ეთებელები იყვნენ მაგრამ მაინც მონებათ აქციას მიუხედავად ამისა თებე ერთგული დარჩა ეს სპარსეთის და თებეს აი კომპლექსი ჰქონდათ ბეოტიელებს თუმცა ორი ბეოტიური ქალაქი ომობდა სანიმუშოდ პლატეა და თესპიელებს საერთოდ დაიღუპნენ იქაში ეს კაცი არც ერთ ცოცხალი არ გამოვიდა 300 სპარტელი დაიღუპა და 300 თესპიელი დაიღუპა და როგორც ჩანს იქ პერიეკებიც დაიღუპნენ ის 1000 კაცი ხო ამიტომ მივიღეთ ასეთ სიტუაცია ზამთარი დადგა მოვიდა გვიანი შემოდგომა და ზამთარი ხო რა დისპოზიცია გვაქვს ახლა ჩვენ ქსერქსე გაიქცა აზიაში არდონიოსი დიდი ჯარით გამაგრებული არის ბეოტიასა და თესალიაში ბერძნები გაბატონდნენ ზღვაზე მაგრამ ხმელეთზე არის გადასაწყვეტი ამბავი რა უყონ ამ არდონიოსის ჯარს რომელიც ათენში დგას არა ათენი როცა გავიდნენ დატოვეს დამწვარი ათენი დატოვეს ხო მერე მოხდა სარდლობის გამოცვლა სარდლები გამოცვალეს ათენელებმაც და სპარტელებმაც ახლა თემისტოკლე გადააყენეს მისი ადგილი ზღვაზე დაიკავა ქსანთიპემ მისმა პოლიტიკურმა მტერმა ხშირად მტერი იყო ხშირად მოკავშირე ხოლო სახმელეთო ჯარები ჩააბარეს ათენელებმა არისტიდეს რაც შეეხება სპარტელებთან ახლა ერთი მეფე დაეღუპათ მეფე უნდა ჩაერთოს ამ საქმეში ლეონტი ხიდე მეფე ლეონტი ხიდე დანიშნეს ფლოტის მეთაურად ეს ის ლეონტი ხიდე ჭორი რო გაურცელა კლეომენმა დემარატს და მის ნათესავი რო გამოიყენა და დემარატი რო გააგდეს მის მაგივრად ესავიდა ეს ლეონტი ხიდე მეორეა ეს ფლოტის მეთაურად დანიშნეს პელოპონესის ფლოტის ხოლო სახმელეთო ჯარებს სათავეში ჩაუდგა ეს რა ქვია პავსანიოს ლეონიდეს ძმისშვილი აი მივედით ზამთარი არის დადგა უკვე ზამთარი 480 წლიდან 499 წლამდე აი ზამთარი რაც არის ძველი წელთაღრიცხვა და მივედით უკვე მომავალ დიდ საომარ ასპარეს რასაც ქვია რაც საბოლოო ჯამში გადაწყვიტავს ომის ბედს ბერძენ სპარსელთა ომის ბედს ეს არის სახელოვანი ბრძოლა პლატეასთან გავაგრძელოთ შემდეგ ლექციას ძალიან დიდი მადლობა გუბას ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენოთ და ვთხოვოთ რომ მოგზაურობა წარსულში არა მარტო ამ ციკლის კიდევ ბევრი სხვა საინტერესო კონტენტის გადაცემის სანახავად გამოიწერონ, მოიწონონ, გააზიარონ ჩვენ YouTube არხი შემოგვეხმიანონ ასევე თავიანთი შემოგვიერთდით ბატონებო და ქალბატონებო შემოგვიერთდით და ამ სეზონის დასასრულისთვის დაგვჭირდა ჩვენ ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ლექცია რომელიც აი ამ ბრძოლებს საბოლოო შედეგს შეაჯამებს ასე ვთქვათ და შემდეგ მოგვიწევს უკვე ახალი სეზონიდან ახალ ფაზაში გადასვლა, ახალ ისტორიულ ეპოქაში გადასვლა. დღეს ამით დავამთავროთ და ძალიან საინტერესო შემდეგი ლექციის მოლოდინში.